მივყავდა ეგრე რა ბიჭო რა აჩისტო გამარჯობა გოგოებო. როგორ ახლა? გამარჯობა, ცა. რა ვიცი, აქვე ვიყავი და თან მოვიყვანე მეთქი შევილი ვნახავთ ხო და რა შევით. რა გვეჭირს, კარგად ავართ. როგორ მიდის თქვენი ბიზნესის საქმეები, რა იყო, ვერ დაჩtildeეთ მონოპოლია? აი, გაჩერდით. გვიჭირს, კაცო, გვიჭირს, უძლებთ, ცოცხლობთ რა. აია, ჩვენც ცოცხლობთ, კი ვცოცხლობთ, ნელ-ნელა. ამის სიცოცხლე ქვია, ეგი ცხოვრობს. ეგი მითხარით თუ არა? აი მე გოგო ძვლის დავრეკე. კი არ მოდიო და ასეთ გობოზებში არ ვარ დამყოფ. აი ეხა გაჩერდი. აი მორიდებულია. გაჩერდი ეხა, არც ეგრე არ არის საქმე კაცო. მე თავის დროზე ბოზებშიც ვარ დამყოფი, რესტორანშიც ვარ დამყოფი და გაგრაშიც ვარ ფორმის ხაზზე დამყოფი. კი ხო? წინთან, ხო. გამომხედე შენ. ძალიან მეცნობი, ჩემთანაც ხوار ახარ, შემთხვევით ნამყოფი. გადი თავი დამომიძრე. აგინდა ბიჭო, ვითომ დაიმახსოვრე, აღარ მინდა შენთან ურთიერთობა რა. დავშოვდით მე და შენ ერთმანეთს, შენ მეშვი რა ვინ ახარ? შენ შენთვის, მე ჩემთვის, რა მუდამ მიტრაკე საქმე რა გეხოცები თავი დამაგები. მე რა დღეში. იმიტომ არ მინდოდა გითხარი არ მინდა, შემო ვიცი რა აქ იქნებოდა რა არ უჩი რა. მაიცაგასან უცხობავთ. დამშვიდი? დამშვიდი ხო, მშვიდი. ესე იგი არჩევანი გვაქვს ძალიან დიდი გენაცვალე, თუ დამშვიდი. აი აგერ შენი გლეხის ცოლი ეს უბედური არა, ცხონებული. ხო, ცხონებული ეს ბოზიდები და მე. მოგემსახურებით უმაღლეს დონეზე რა გავაკეთოთ ახლა? მომისმინე ახლა მე თქვენთან ვიცი ფასები როგორ არის და საერთოდ ძალიან ზვირია. რა გჭირთ მართლა მაგის დედავატ ვალები გაქვთ დააკელი ცოტა ბიჭო ხალხი ვეღარ შემოდის. მაგას არ ვიძახი მე სულ დააკელი. რა დააკელი? გოგო ძვლის დავჯექი რაღაც პალასაზე. მოკლედ მომისმინე. ფული არ მაქვს ეხლა, ვაფშე არ მაქვს ფული. მოკლედ რა ვიცი ხა, რაღაც მოიფიქრე სხვა რამით გადაგიხდით. მე რითი უნდა გადაგმიხადო ეხა შენ, აი რითი უნდა გადაგმიხადო? რითი გადაგიხდით და მაგალითად ჩემი სხეულით. გამგურძღი. მომისმინე. ეს ნუ მელაპარაკება მეთქი რა გეხოცები მას ვიცი. მომისმინე. შენ სექსი გინდა ჩემთან? მინდა მეთქი ხო გითხარი. ხო გითული და ჩემთან ჯერ მაშინ მე გეტყვი რა უნდა გეხეკ მენიუში არ წერია. ჯერ უნდა გქონდეს აი ამ უბედურთან სექსი. კაი ჯანდაბასა მაქვს. აჰა, ფული. ოღონდ ხუთლარიანები მაქვს ტკიცინა სულ. წამო გენაცვალე წამო. საერთოდ ეხა ბოლდებში არ ვიხდი. კი, წამო. კაი, წავედი გოგოებო, აბა კარგად და ვაჟა, შენ ისევ ტაქსის ძღოლი ხარ ხო ალბათ? კაი, ეხა რა კითხვა, აბა რა შემცნო. ხო, მე რა კარგია და ვაჟიკო, ვაჟაზე რამდენად გამიყვან? 7 ლარად გაგვი. უფ, რა ამბავია კაცო 7 ლარი. ფული არა მაქვს და სხვა რაღაცებით რა გადაგიხადა. ბიჭო, კაი ჯანდაბასო, წამოდი, მუქთა იყოს, კუბო იყოს რა. ოღონდ შენ უკვე ჩაჯექი ეს წინ დადე, წამოდი. ხო, კაი. მოდი, წამოდი. ნუკრიექიმს თოვლის ბაბუის არსებობის მას შემდეგ აღარ სჯერა, რაც იგი ოპერაციის დროს სიცოცხლეს გამოასალმა. ეს რა ანალიზები გამაკეთებინე ნუკრიეკიმო, რაში ჩამოყოფინე ხელი? კარგი გაცაცა რაღაც, აიღე აგერ სპირტი აქ არის, წყალი აქ არის და დაიბანე ხელი კაცო. ო. სულ უწუწუნე ხო დავიღალე რა. მოგესალმებით მკურნალო. მოგესალმებით მშვენიერობანო. ვა. გამარჯობა მოგესალმებით, დაბრძანდით. სანამ დაბრძანდებოდე მინდა წარგიდგეთ. მე გახლავართ მეფე იაშა მესამე. ასლები. ნუკრიპირა. სასიამოვნოა. გთხოვთ დაბრძანდით. ცაცა. მოდი დავტოვე მე და ესე იგი თქვენ ხართ იაშა თანაც მესამე. კურნალო, მე თქვენ დიდ პატივს გცემთ და ნუ მაიძულებთ დილეგში ჩაგაგდოთ. რას ბრძანებთ დიდო მეფეო? ბავშვობიდან ვერ ვიტან დილეგებს. აპატიეთ დიდო მეფეო. კი ბატონო, გისმენთ რა გაწუხებთ? აპატიეთ თვალებში შემოგხედეთ. მე კუჭი მაწუხებს. კუჭი, საშინელება. აპატიეთ, მაგრამ უნდა შეგეხოთ, სხვანაირად ვერ გაგსინჯავთ. მობრძანდით, გრთავთ ნებას. შეიძლება მაპატიეთ თვალებში შემომეხედა. კუჭი გაწუხებთ ესე იგი. აჰა. დიახ. დიდო მეფეო, ნება მიბოძეთ კითხოთ. ხრეობა ხომ არ ქონიათ ამ დღეებში? იცით, მკურნალო, ამ დღეებში ყეენობა აღვნიშნეთ და ნადიმი რამდენიმე დღე გაგრძელდა. მესმის თქვენი დიდო მეფეო.
ენობა და ახალი წელი ხომ ზუსტად ისტორი დღესასწაულია, რომელსაც გვერდს ვერანაირად ვერ ამოვლით. ასე რომ მე თქვენ ახლა წამას დაგალევინებთ და ყველაფერი რიგზე იქნება. ნაპატიეთ თვალებს შემომეხე და კიდე დიდო მეფეო. აი ეს აბი მიიღეთ და ყისვე გაგივლით ყველაფერი. აბა დიდამკურნალო, თქვენ მე ახლა ძალიან დიდი ტკივილისგან მიხსენით. მე თქვენ მამულის ნახევარს გიბოძებთ და ჩემს ასულს მოგათხოვებთ. თქვენი წყალობა უხვია დიდო მეფეო, მაგრამ აი ეს 40 ლარი არის შენ კი გამომართვით და ფული ქვემოთ გადაიხადეთ. როგორც გენებოთ, მე მithქვია და მადლობა დიდო მეფეო. იცით, მე თითიც მაწუხებს. თითიც გაწუხეთ? დიახ. თითზე გვერდზე დარბაზში შევზარდით მეოთხე დარბაზში და ჰაუსა იკითხეთ და ის მოგხედავთ დიდო მეფეო. ჰაუსა? დიახ, ჰაუსა იკითხეთ. ჰაუს. კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ. არ გაბრძანდებოდეთ. დან მისი აღმატებულება ჰაუს მეწამეთეთ. ძალიან შემდეგი ხოლოს. მოგრი. ესმის. შაბათს გაპატიჟები ქორწილში. ჯერები გაციო ბიჭო, ხო არ გაგიჟდი, ან გოგონა მაინც გამაცანიან. მომისმინე. ვიღაცა მოვიდა, თითი ქონა გაჭრილი. მერე? ნუკრიმ გავუმშოო რა. ხო და გადაუხვი. ხო წამიყონა 300 ჰექტარი მზა მატაკა. და ისიც. ქალიშვილს მომათხოვა რა. და შაბათს ამახორცა გაჩუქა და შაბათს ქორწილი და ქალიშვილს მოვყვა. ხო. და შაბათს ამ თამადა ხარშე. აი ეს დაიფარე რომ გიცნობთ, ბევრი ხალხი იქნება რა. აბა. შეიც. ბედი არაფერში არა მაქვს ამის დედავატირე და საერთოდ ის დავიწყე. გოგო ნახე ჰოვრანინა ყველა ჩემი მეგონაო ჰოვრანინა ასე აწყო მამაშა როცამ ბიზნესი. დედა რა გვეშველება რო დაუბერდების და ლამაზები აღარ ვიქნები, ფულს როგორ ვიშოვით? ვინე, კაი, რა განერვიულებს, კალო ერთი. ჩვენი ძმისშვილები მოგხედავენ. ძმისშვილები რა შუაშია ახლა? მე შეკალო, არ გაგიგია გამოთქმა, ყველამ თავის ბოზმამიდას მიხედოს. ისა ძუძუების რა კონდეს, ცოტა დიდი, საათში $200 იშოვიდი. უფ, იმას თუ აქ 4 კაცის საყოფი, იმიტომ არ გახთა მილიონერი. მეიცა ახლა, მეიცა მაგან გენაცვალე თავის დროზე იშოვა მილიონები. როდის იშოვა, როდის? კაი, როდის იშოვა და კუპონი რო გაუფასურდა, მაგ. ეს კაი ხოძე. გოგოებო, გაუმარჯოს. ზდაროვად, რა შვებით, ხომშიდობით, ყველაფერი, ავიზმინი ცოტა ზურგი დგევა. მისმინე რა ხდება, კაროჩე ერთი ახალგაზრდა ბიჭია რა, კაი ტიპია რა, ჩემი მაგარი ბრატობთ რა, მაგარი ახლობელია და ბიჭო, კაროჩე ხა ქალთან არ არის ნამყოფი რა, ხო ხდები ხა, უტყდება რა ტიპის მორი სხვა მასტია ხა, ყველა ჩემნაირი ხა ხო ხდები და ბიჭო, ვიტივინ გრუზავს რა უყურებ, მაგარი ვიგრუზები ხა, ქალთან არ არის, პატარა ბიჭიც არ არის ხა, ახალგაზრდა ბიჭია და მეთქი წავიყვან თქო რა, ხო ხდები რაღაცა და ხა მოვედით თქვენთან, იმიტომ რომ ვიცი რომ ჯიგრები ხარ და ხა გეხოცებთ თქვენებურები რაღაცეებს, ნუ დაუწყებთ ხა რა, ჩიტს ნუ დაუთხობთ ხო ბიჭს და ხა გეხოცები რა, ხა სექსის დროს გაზეთს ნუ წაუკითხავ რა, ჩემ თავზეობის ფსიქიკას ნუ დაუნგრევთ ხო, ახალგაზრდა ბიჭია და ყველაფერი ჯიგრულად, ეტოქში უნდა დამეხმარებით რა. ვაიმე, არადაირი პრობლემა არ არის ჩემი. ისე მოვექცევი, აი როგორც მინდა ჩემბიც მოექცნენ ბორდელში რო წაიყვანენ პირველად. მაგარი ჯიგარი ხარ, შენ თავს ფიცავ, არა წავალი ხა მოვიყვან, ვერ შემოვდის რა ტიპი ხა. უკმაი მაუჩ, ზოგი რა როჟა, ბიჭო როგორ თო ამის დედავატირე, აროჩი, ერთი წუთი ბოდიში რა. Daddy.
გამარჯობა. გამარჯობა. თქვენთან შეიძლება.